აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში 1,5 მილიონ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება. ინფორმაცია გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის ხდომაზე გაავრცელა. მან მთავრობის წევრებს დევნილ მოსახლეობასთან აქტიური და მჭიდრო კომუნიკაციისთვის მადლობა გადაუხადა. მდინარე წლის ბოლომდე 36 კომპაქტურ ჩასახლებაში დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება. მათი ჯამური ღირებულება შეადგენს 1,5 მილიონ ლარს. ნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ ინტენსიურ შეხვედრებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობის და მის სისტემაში შემავალი ყველა სამინისტროს პროგრამა და პროექტი უშუალოდ იქნება მიმართული ჩვენი დევნილი საზოგადოების საჭიროებაზე.